მადლობა მოწვევისთვის. გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა იმათი დაკავებული ადამიანის პროცესი, რომელიც აზრის გამოხატვის ფარგლებში იქნება დაკავებულნი 2 დღის წინ და დილიდან ფაქტობრივად მოხდა ამ ადამიანების გადმოყვანა, თუმცა პროცესები საკმაოდ ხანგრძლივი იყო და მიმდინარეობდა მთელი დღის განმავლობაში. როდესაც უკვე ერთ-ერთ პირს ჰქონდა შეფარდებული ადმინისტრაციული პატიმრობა, საღამოს 10-ის ნახევარი იყო დაახლოებით, რომ მოვიკითხე თუ სად იყო, რომელ იზოლატორში იყო, რომ შესაბამისი ყურადღება მიგვექცია, აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი ისევ დაყოვნებული ყავდა სრულიად უსაფუძვლოდ სწორედ საქალაქო სასამართლოს სარდაფ საკანში. რის შემდგომაც მე იქ ადგილზე იმ მომენტში ვახორციელებდი კომუნიკაციას როგორც საპატრულო პოლიციასთან, ასევე მოსამართლის აპარატთან იმისათვის, რომ ეს საკითხი მოგვარებულიყო და ადამიანის ეს მიმართეს არა ადამიანის მოთხრობა გაჩერებულიყო, შეჩერებულიყო და მომხდარიყო მისი დროული გადაყვანა იზოლატორში. რა დროსაც ძალადობის მორიგ ეპიზოდს ჰქონდა სასამართლოს მანდატურის წარმომადგენელი. ეს ვიდეო გადაღების შემდეგ იწყება მარიკა ეს ძალადობა, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ეს საუბარიც ისმის პრინციპში. მე რასაც ვადევნებდი თვალს, მთელი დღის განმავლობაში არაერთი ფაქტი იყო მანდატურის სამსახურის მხრიდან მათი უფლებამოსილების გადამეტების და ადამიანებზე, მოქალაქეებზე ძალადობის და მათ შორის, როდესაც მე დავინახე ეს მომენტი, რომ ძალადობა ხორციელდებოდა მოქალაქეზე, ჩავერთი ამ პროცესში და ჩართვის შემდგომ მოხდა, ანუ ჩავერთე, ჩაუდექი, ასე ვთქვათ, შუაში რომ დამეცვა ეს ადამიანი და მოხდა უკვე ჩემზეც განხორციელდა ეს ფიზიკური შეხება. ამის მერე გამოვიძახე ადგილზე საპატრულო პოლიცია, მიმართა 112-ს, თუმცა არაერთი გარების მიუხედავად ადგილზე არც მოსულა საპატრულო პოლიცია და იქ მყოფი ათეულობით პოლიციიდანაც არავის არ ჰქონდა რეაგირება. აქ მნიშვნელოვანი არის არა ის თუ რა მოხდა ჩემთან მიმართებით, არამედ ზოგადად მანდატურის სამსახურის წარმომადგენლების შეუქცევადი და განგრძობადი ხასიათის ძალადობა. ეხლა ის რაც ჩემთან დაკავშირებით მოხდა, მე სხვების უფლებებს ვიცავ, სხვებს ვიცავ ასეთი ძალადობისგან და თავისთავად ცხადია მექნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. ოღონდ სამართლებრივ პროკურატურას მივმართე არა იმიტომ, რომ ამ პროკურატურისგან მაქვს რაიმეს მოლოდინი, არამედ იმიტომ, რომ ის განცხადება იქ დარჩება და იმ განცხადებას შესაბამისი რეაგირება აუცილებლად მოყვება და ეს უნდა იცოდეს თითოეულმა მოძალადემ, რომ არც ერთი ძალადობის ფაქტი არ დარჩება რეაგირების გარეშე. ეს დღეს მოხდება, ხვალ მოხდება თუ ერთ წელიწადში აუცილებლად მოხდება და აუცილებლად იქნება შესაბამისი რეაგირება. ამიტომ მე ყველა სამართლებრივ გზას მიმართავ, ისევე როგორც ვახორციელებ ასეთ მიმართებს ნებისმიერი პირთან მიმართებით, რომელიც მე მომართავ დახმარებას. მარიკა, თავად ამ აქტივისტების საქმეებზე რა შეგიძლიათ თქვა? ჩვენ ნახეთ შუაღამის გადაწყვეტილება პროცეს, რომელიც მიიღო კონკრეტულად ერთ-ერთმა მოსამართლემ, ასევე როგორც მაგრამ ის დროში იყო ხო რაღაც თუ არ ვცდები შეზღუდული 48 საათიანი პერიოდი გადიოდა და თუ ამოიწურებოდა შესს ვალდებული იქნებოდა რომ სამივე მათგანი უნდა გათავისუფლებული იყოს სხვა შემთხვევაში. წიწარიშვილის პროცესი ნახოთ რითი შეიძლება დასრულდეს, სხვებთან დაკავშირებით ვნახეთ რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ. ეს პროცესიც რომ შევაფასოთ თუ შეიძლება. კი ბატონო, ერთადერთი წინა ეპიზოდთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ აქ მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, რომ ფაქტობრივად ადვოკატის საქმიანობაში ხელის შეშლაც შეიძლება ქონოდა ადგილი და ადვოკატის მიმართ სასამართლოს დარბაზში, ეზოში თუ დერეფანში მსგავსი მოქცევა არის ყოველად დაუშვებელი და ამაზე ქონდა რეაგირება ასოციაციასაც, არაერთი კოლეგა მიკავშირდება, თავმჯდომარეც დამიკავშირდა და ეს არის საშიში პრეცედენტი და მსგავსი არ უნდა განმეორდეს, რომ ადვოკატს თუნდაც მანდატური უბედავდეს და ხმამაღალი რაღაც აგდებდეს დარბაზიდან. ეს არის უბრალოდ ნონსენსი ნორმალურ მდგომარეობაში და ეს ყველა ადვოკატს ეხება, არა მხოლოდ მე, უბრალოდ მე ვიყავი იქ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილზე. ეხლა რაც შეეხება პროცესებს. პროცესები გუშინ გარდა იმისა, რომ ძალადობის პარალელურად მიმდინარეობდა, ასევე ასე ვთქვათ, გაუგონარ რიტმში მიმდინარეობდა. ჩვენ ვიცით, რომ როდესაც ადამიანს ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საფუძვლით აკავებენ, მაქსიმალური პერიოდი სანამ სასამართლოში წარადგენენ იზოლატორში გაჩერების არის 24 საათი. თუმცა გადაუდებელი პირობების შემთხვევაში შეიძლება ეს 24 საათი კიდევ ერთხელ გაგრძელდეს 24 საათი.
მავნე პრაქტიკა დაამკვიდრეს, როდესაც პირდაპირ 48 საათი აჩერებენ ამ ხალხს. ანუ გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე სიტყვიერად წერენ, რომ ვითომ აუცილებლობა დგას და 48 საათით აჩერებენ. ეს 48 საათი რომ იწურებოდა, გადმოიყვანეს ეს ადამიანები სასამართლოში და ერთმანეთის მიყოლებით ატარეს სხდომები მრავალ საათიან. ანუ 4 საათის განმავლობაში ხო, სხვა შემთხვევაში იწურებოდა 48 საათი, მოუწევდათ გათავისუფლება და ზუსტად ამოწურვამდე პერიოდში ღამის 2 საათზე ტარდებოდა პროცესი. იმიტომ რომ მათ 48 საათი ამოეწურათ, თუმცა დარბაზი და სხდომა არ დაასრულა მოსამართლემ და ღამის 3:30-ზე მოხდა გადაწყვეტილების გამოცხადება. ეს ყოველ წარმოუდგენელი ამბავია, რა საჭიროება იყო იმის ჯერ ერთი ჩვენი მოქმედი კანონმდებლობით 6 საათის შემდგომ, ანუ სამუშაო საათების დასრულების შემდგომ მხარეების, ანუ როგორც შსს წარმომადგენელის, ისევე ადვოკატის თანხმობაა საჭირო იმაზე, რომ პროცესი გაგრძელდეს და ამ ტიპის პროცესებში არათუ ადვოკატის თანხმობა, პირიქით ადვოკატები შუამდგომლობებს აყენებენ და ვაყენებთ, რომ სხდომა გადაიდოს, იმიტომ რომ არასამუშაო საათებში გადადის, მაგრამ ჩვენ აქ არა გვაქვს სამართლებრივი მოცემულობა და სამართლებრივ პროცესში არა ვართ. ეს ადამიანები მართლა სამართალდამხმარებლები არ არიან, მათ დევნიან აზრის გამოხატვის თავისუფლების გამო, ეს ადამიანები და ასე ვთქვათ, იქ მყოფი ვიზეთ ძალადობა ხორციელდება თუ პროცესები მიმდინარეობს თუ სასამართლო ტარდება, მართლა სასამართლო ხომ არ არის. ეს არის წინასწარ დადგმული სპექტაკლი სასამართლო დარბაზში, სადაც ყველაფერი წინასწარ იცის და სადაც მოსამართლე აცხადებს სადღაც მიღებულ გადაწყვეტილებებს და ეს აბსურდი არის დასასრულებელი. ეს აბსურდი აუცილებლად დასრულდება და ყველა იმ ადამიანმა მანდატური იქნება ეს პოლიციელი, რომელიც რეაგირების გარეშე იდგა ეზოში, პოლიციელი, რომელიც არ ცხადდებოდა გამოძახებაზე, ყველა მათგანი თავის წილ პასუხს აგებს და ეს ყველა უნდა გაითავისოს. მადლობა. დაუსჯელობის, ესე ვთქვათ, გათავისებული წახალისება. გამჯდარი მოაქვთ, იმიტომ რომ სასჯელი აუცილებლად მოვა და თან ამ ტიპის კატეგორიის საქმეებზე საკმაოდ ხანგრძლივია რიგ შემთხვევაში. დიდი მადლობა. საერთოდ არ არსებობს.